გამარჯობა, ეთერშია დღის ამბები 4-ზე, მე ვარ ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე. პარტიის ოფისიდან ივანიშვილის სახლში კონსულტაციები გადავიდა უკვე ერეკლეს მოედნიდან სოლოლაკში. ჩვენ ახლა ვხედავთ კადრებს ივანიშვილის სახლში სტუმრად მიმავალი არჩილ თალაკვაძე, ასევე პარტიის ლიდერთან შეხვედრაზე მივიდა გოგა ხაინდრავა, ასევე პირები, რომლებიც მას მედია კონსულტაციას უწევენ. რუსლან დუმბაძე მუშაობს ივანიშვილის რეზიდენციასთან და ის ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. რუსუდან, ჩვენ ვხედავთ მანქანებს, ავტომანქანებს შედიან ისინი რეზიდენციაში, მაგრამ კეთდება თუ არა მედიასთან კომენტარები რომელიმე სტუმრის მხრიდან? დიახტიანა, აქ მომსვლელ არც ერთ დეპუტატს თუ სტუმარს შეიძლება ითქვას, არ კომენტარი მედიასთან არ გაუკეთებია. ჩვენ მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილი კონსულტაციებს მართავს არა პარტიის ოფისში, არამედ საკუთარ სახლში, ჩვენ რამდენიმე საათია უკვე ველოდებით დეპუტატების გამოჩენას მის სახლთან, თუმცა უნდა ითქვას, რომ პირველები აქ ამ სახლში მოვიდნენ ისინი, ვისაც შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკასთან საჯაროდ შეხება არ აქვს. აქ მოვიდა, როგორც უკვე აღინიშნა, რეჟისორი გოგა ხაინდრავა, ასევე ქართული ოცნების პიარის ხელმძღვანელი ლაშა ნაცვლიშვილი და ამ შეხვედრას, რომელიც ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილთან იმართება, ესწრებიან უმრავლესობის ლიდერი და სხვა დეპუტატები, მათ შორის სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლები, მაგალითად ზვიად ძიძიგური. რა ტიპის შეხვედრაა ბიძინა ივანიშვილთან? ეს არის უცნობი, რადგან როგორც უკვე გითხარით, მათ კომენტარი მედიასთან არ გაუკეთებიათ. ასევე აღსანიშნავია, რომ რამდენად აქვს ამ შეხვედრას კავშირი იმ განცხადებასთან, რომელიც ქართულმა ოცნებამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს, რომ კონსულტაციები გამართოს ცალკეულ ჯგუფებთან, სწორედ სასამართლოსთან დაკავშირებით. თუმცა საინტერესოა და საკითხავია, რა როლი აქვს ამ კონსულტაციების დროს სწორედ გოგა ხაინდრავასა და ლაშა ნაცვლიშვილს. აქ ასევე შეხვედრაზე იმყოფებოდა პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურა ბაბაშიძე, თუმცა მანაც, როგორც სხვა სტუმრებმა, ისე დატოვეს ბიძინა ივანიშვილის სახლი, რომ მათ კომენტარი მედიასთან არ გაუკეთებიათ. როგორც ნახეთ, არც ერთ მათგანს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. მაყურებელმა კადრებში ნახა, რომ ბიძინა ივანიშვილის სახლში მოვიდნენ ხაინდრავა და ნაცვლიშვილი, ასევე ქართული ოცნების წარმომადგენლები, თალაკვაძე, რომან კაკულია ასევე აქ იმყოფება. თუმცა მათ გამომდინარე იქიდან, რომ კომენტარი არ გაუკეთებიათ, არ ვიცით, რას შეეხება მათი მოსვლა და ეს შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს არ არის დღეს გამართული პირველი კონსულტაცია. დილით ბიძინა ივანიშვილის სახლში იმყოფებოდა დეპუტატი გია ჟორჟოლიანი და მისი გადაწყვეტილების შესახებ მაყურებლისთვის უკვე ცნობილია, რომ ის ცალკე აპირებს თავისი ფრაქცია სოციალ-დემოკრატები კენჭი იყაროს 2020 წლის არჩევნებში ქართული ოცნებისგან დამოუკიდებლად. კიდევ ვინ მოვა, რომელი დეპუტატი ან სტუმარი მოვა ბიძინა ივანიშვილის სახლში, ჩვენ ველოდებით, ბუნებრივი აქვს რჩებით ადგილზე და ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით. რუსუდან, ნაკლებად გასაკვირია პარტიული პირების მისვლა რეზიდენციაში ივანიშვილის კერძო სივრცეში. ისინი ქართული ოცნების წევრები არიან, მაგრამ ალბათ ამ ვიზიტორთაგან ყველაზე საინტერესო აქვს ზურა ბაბაშიძის გამოჩენა, რომელიც პრემიერის მამუკა ბახტაძის წარმომადგენელია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და ის არ არის პარტიული იერარქიის, ვთქვათ, ნაწილი. აქედან გამომდინარე პარტიის ლიდერთან მისი სტუმრობა ამ კონსულტაციის რეჟიმში საინტერესოა. ნახოთ რა განმარტებებს გააკეთებენ. საინტერესოა და ნაკლებად მოსალოდნელი იყო არა მხოლოდ ზურა ბაბაშიძის მოსვლა, ასევე ჩვენ მოულოდნელი იყო ჩვენთვისაც გოგა ხაინდრავას და ლაშა ნაცვლიშვილის. გოგა ხაინდრავა მეგობრობს ბიძინა ივანიშვილთან და მას შეუძლია ნებისმიერ დროს ესტუმროს. ლაშა ნაცვლიშვილი ასევე ითქვა, რომ პარტიის კონსულტანტია პიარის საკითხებში, ესეც შეიძლება ჩავთვალოთ ნაკლებ გასაკვირად, ხოლო პრემიერის წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, იმიტომ რომ პრემიერის წარმომადგენელმა წუთი დაჰყო მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის სახლთან. მხოლოდ რამდენიმე წუთი დაჰყო ბიძინა ივანიშვილის სახლში და მან ისე დატოვა ეს შენობა, რომ კომენტარი არ გაუკეთებია ჩვენთან. ეს ვინ უკაცრავად
ზურაბ აბაშიძეზე. გასაგებია. დიდი მადლობა რუსუდან დუმბაძეს კონსულტაციები ივანიშვილის რეზიდენციაში იყო ჩვენი თემა. გადავიდეთ პარლამენტში, იქ რა ხდება პარლამენტის ბიურომ ბესელიას, ფოფხაძის და გოგიჩაიშვილის უმრავლესობიდან გასვლის შესახებ ინფორმაცია ცნობად მიიღო. ვინ იქნება შემდეგი ისმის შეკითხვა, უმრავლესობის დატოვებას აპირებს ფრაქცია ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატების თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი. ის ამბობს, რომ უმრავლესობასთან კინკლაობის პრობლემატიკა არ აქვთ, მათი დამოკიდებულება არ არის პერსონალური, ეს კაცი მომწონს, ეს არ მომწონს, ამის გამონათქვამები, იმის გამონათქვამები და ასე შემდეგ. ჩვენ საუბრობთ სერიოზულ საკითხებზე, გავდივართ უმრავლესობიდან იმისთვის, რომ ეს საკითხები გავხადოთ მთავარი. მოდით მოусმინოთ რუსუდან ჯაბანიშვილს, რა კომენტარები კეთდება მართველ გუნდში პარლამენტში. საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული ეკა ბესელია ამბობს, რომ ქართულ ოცნებაში უკვე ისეთი შეუქცევადი პროცესი დაიწყო, რომლის შეჩერებაც არის შეუძლებელი და წარმოუდგენელი. ამიტომ ელოდება, რომ ახლო პერიოდში ქართული ოცნების სხვა წევრებიც დატოვებენ უმრავლესობას. თავად ეკა ბესელიას გეგმებს რაც შეეხება, ის აპირებს ფრაქციის შექმნას, იმ შემთხვევაში თუ ჰქონდა ამის შესაძლებლობა, თუმცა მანამდე ის გუნდიდან უკვე წასულებსა და წამსვლელებთან აპირებს ასევე კონსულტაციების დაწყებას უახლოეს პერიოდში. და ამბობს, რომ იმუშავებს თემატური ჯგუფების შესაქმნელად და ამ კონტექსტში არ გამორიცხავს გია ჟორჟოლიანთან და სოციალ-დემოკრატებთან თანამშრომლობასაც. ბესელიას გეგმები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას აპირებს, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალაც იქნება სამართლიანობისთვის ბრძოლა. ჩვენ ვკითხეთ ბესელიას ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, მაინც რჩება თუ არა იმის შანსი, რომ თუ ამის პოლიტიკური გარემოება შეიქმნება, წავა თუ არა ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობაზე, ამბობს, რომ ამ ეტაპზე ამაზე საუბარი არის ნაადრევი, ვინაიდან მას რომ ქონოდა შესაძლებლობა პოზიციების დაახლოებისა ბიძინა ივანიშვილთან ის უმრავლესობას არ დატოვებდა, თუმცა ბუნებრივია, რომ პოლიტიკური პროცესების განვითარების შესაბამისად შესაძლებელია, რომ მას შეცვალოს კიდეც გადაწყვეტილება. ბესელია ასევე გამოეხმაურა გედემან ფოფხაძის მმართველი გუნდიდან წასვლას და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება იყო ყველასთვის მოსალოდნელი, ვინაიდან ბოლო პერიოდში უკვე ეგრეთ წოდებულ ძველებსა და ახლებს შორის პოზიციების დაახლოება გახდა შეუძლებელი. ახალ პოლიტიკურ პლატფორმაზე ვფიქრობ და ამ კუთხით მუშაობთ, აქ თანამოაზრეებთან გვექნება კონსულტაციები. მე დღეიდან დავიწყებ კონსულტაციებს ყველა იმ ადამიანთან, ვინც შეიძლება იყოს მოაზრებული ამ ახალი პოლიტიკური პლატფორმის ქვეშ. ეს პირველ რიგში გულისხმობს გარკვეულ, ესე ვთქვათ, პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც თემატურად გაერთიანდება პირველ ეტაპზე და ეს თემა პირდაპირ უკავშირდება მართლმსაჯულების რეფორმას და სამართლიანობის პროცესს. ამიტომ ბევრ ადამიანთან გეგმავს შეხვედრას. თემატურად ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ მათ შორის სოციალ-დემოკრატებთანაც. უმცირესობა დაიშლება, ერთი დეპუტატიც კი როგორც კი გამოვა ეხა უმრავლესობიდან, ეს იმ შექმნილ უმცირესობას ავტომატურად დაშლის, იმიტომ რომ რაოდენობრივად იქნება თანაბარი უმცირესობაში მყოფი დეპუტატები და გარეთ მყოფი დეპუტატები უმრავლესობის გარეთ ვინც არიან, ასე რომ ახალი უმცირესობა როდის შეიქმნება არ ვიცი. მე არ მგონია რომ გედევანი იყოს ბოლო, ალბათ იქნება სხვა კოლეგებიც, რომლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებას უმრავლესობიდან გასვლის. რაც შეეხება ოპოზიციის და ზოგიერთი ანალიტიკოსის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეკა ბესელიას უმრავლესობიდან წასვლა შესაძლოა იყოს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური თამაში და ის ცდილობდეს ოპოზიციის შექმნას, რომელიც მისი გავლენის ქვეშ იქნება, საუბარია ეკა ბესელიაზე და მის თანამოაზრეებზე. ბესელია ამ განცხადებას აფასებს როგორც არასერიოზულს და მისი არგუმენტი ის არის, რომ თუ ბიძინა ივანიშვილს ეს ჩანაფიქრი ექნებოდა, მაშინ ეკა ბესელიას წინააღმდეგ არ დაიწყებოდა ის შავი კამპანია და შავი პიარი, რომელიც ბოლო პერიოდში მიმდინარეობს. მასთან დაკავშირებით ის გულისხმობს სხვადასხვა ბრალდებებს, ფარულ ჩანაწერებს, კორუფციის შესახებ ბრალდებებს, რომლებიც მედიით და ინტერნეტ სივრცეშიც აქტიურად ვრცელდებოდა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით. დიდი მადლობა რუსუდან ჯაბანიშვილს, ის პარლამენტიდან გვერდთვებოდა. ჩვენი პირველი სტუმარია გია ჟორჟოლიანი, ფრაქცია ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატების თავმჯდომარე, რომელიც დღეს შეხვდა ბიძინა ივანიშვილს და ამის შემდეგ უკვე თქვა, რომ არ გამორიცხავს, რომ მისი ფრაქციის წევრებმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვონ. ბატონ გია,
რითი იყო ეს შეხვედრა განპირობებული? ის ხვდება პარტიის ლიდერი ხვდება უმრავლესობის წევრებს ნაწილ-ნაწილ. ეს ნიშნავს თუ არა რომ ის აღიარებს რომ რაღაც შეუთავსებლობა რამდენიმე ჯგუფათაა დაყოფილი უმრავლესობა და მათ ეს თქო ჯგუფური შეხვედრებით ცდილობს კომუნიკაციის დეფიციტის ამოვსებას. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებლებს. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩვენი შეხვედრა ყოფილა გამონაკლისი, როგორც თქვა სხვადასხვა დეპუტატებთან ერთად, ასევე დამოუკიდებლად. მეც ჩვენი ფრაქციის წევრებსაც ხშირად გქონია შეხვედრა ბატონ ბეძინაევანიშვილთან და საუბარი დღეს არ დაწყებულა იმ თემებზე საუბარი, რა თემებზე ჩვენ დღეს გავაგრძელებთ საუბარი. პირველ რიგში ეს ეხება ძალიან აქტუალურ თემებს, ჩემი აზრით, პირველი აქტუალობის თემებს, რომლებზეც ჩვენ საუბრობთ 2012 წლიდან მოყოლებული და თანდათან ვცდილობთ, რომ გარკვეული განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, ეს 2016 წლიდან გავააქტიურეთ ეს თემები. მიგვაჩნია, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაში. ეს არის სოციალური და ეკონომიკური პრობლემები. დღესაც ძირითადი თემა ჩვენი საუბრისა იყო ეს პოლიტიკა, რომელიც ტარდება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალიან ძლიერია ინერცია, რომელიც მოყვება ნაციონალური მოძრაობის დროიდან ჩვენს პოლიტიკას ამ სფეროში. წინა პარლამენტის ბოლოს ხდომაზე, როგორც გახსოვთ, კენჭი ეყარა ასევე რეზოლუციას ნაციონალური მოძრაობის, ასე ვთქვათ, შეფასების თაობაზე. ჩვენ ამ რეზოლუციას მხარი დავუჭირეთ, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ არასაკმარისი დღეს თითქოს საყოველთაოდ არის გავრცელებული ეს ნეგატიური უარყოფითი დამოკიდებულება მაშინდელი რეპრესიებისა და წამების და ასე შემდეგ ავტორიტარული მეთოდების მიმართ. მაგრამ აბსოლუტურად არასაკმარისად არის ეს გამოვლენილი ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაში. რაღაც ნაბიჯები 2012 წელს გადაიდგა, ჯანდაცვის რეფორმა, მაგრამ დანარჩენი ადგილზე დგას. ჩვენ ჯერ კიდევ კონსტიტუციის მიღებისას დავაყენეთ საკითხი სამართლიანი საგადასახადო სისტემის დამკვიდრების თაობაზე, ამის საფუძვლების შესაქმნელად კონსტიტუცია ამას კრძალავს, როგორც იცით. რეფერენდუმით უნდა გაკეთდეს, რაღაცა გარდამავალ დებულებებში გადავიდა ეს მუხლები, ჩვენ ახლაც გვაქვს ინიციატივები, რომლებიც საკანონმდებლო დონეზე ხელს შეუწყობს ამ მემართულებით სიტუაციის გახსნას, აბსურდულია სიტუაცია ამ თვალსაზრისით და ასევე ეკონომიკური პოლიტიკა, ანუ სოციალური პოლიტიკა, გადანაწილების პოლიტიკა, გადასახადების პოლიტიკა, ბატონია, თქვენ დააფიქსირეთ თემები და პრობლემები, რომელზეც შეუთანხმებლობა გაქვთ, თუ რომელიც არ დავიფიქსირეთ, არა ეს არა, ეს შეუთანხმებლობა და ეს არ იყო ახალი ბატონი ბეძინაევანიშვილისთვის. ჩვენ თქვით, რომ ესე იგი გარკვეული დრო იწურება. თუმცა 2020 წელი ახლოვდება, ჩვენ გვაქვს განწყობა, რომ დამოუკიდებლად მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მკაფიო წარმოდგენა ჰქონდეს, რომელი პოლიტიკური ჯგუფი, რომელი პოლიტიკური პარტია, რომელი პოლიტიკური ერთობა რა ღირებულებებს, რა პრინციპებს, რა პლატფორმას თავაზობს საზოგადოებას. ამისთვის ჩვენ მიგვაჩნია, რომ ალბათ უახლოეს ხანებში ჩვენ სავარაუდოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას და დამოუკიდებელ მოქმედებას დავიწყებთ ახლა, რაც ნიშნავს ალბათ სავარაუდოდ უმრავლესობის დატოვებას. კი, ახლა ეს მიმდინარეობს ამ საკითხის განხილვა, როგორც კიდევ ერთხელ რომ გითხრათ, თქვენთან ერთად ვინ შეიძლება იყოს და როცა დამოუკიდებელ მოძრაობაზე დავასრულებ შეკითხვას, არის საუბარი, უმრავლესობა სულ ამბობდა, რომ ქართული ოცნება კი არის დომინანტი, მაგრამ ის რაღაც ტიპის კოალიციას წარმოადგენს მაინც და საუბრობდა სოციალ-დემოკრატები, კონსერვატორები, მრეწველები. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ თქვენ შეიძლება პარტიულად აღმოჩნდეთ ამ უმრავლესობის მიღმა, თუ ესეთი რაღაც შიდა კოალიციის ელემენტებიც გაქრეს, მაგალითად კონსერვატორებიც გავიდნენ ან წამეები. თუ მხოლოდ სოციალ-დემოკრატებზე ვერ გეტყვით ვერაფერს, სხვების თაობაზე ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ჩვენ ალბათ უახლოეს მომავალში შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ, ესე იგი ჩვენ ეს სიახლე არ იყო არც ბატონი ბეძინაევანიშვილისთვის, მათ შორის არც უმრავლესობის წევრებისათვის,
ჩვენ არაერთხელ დაგვიყენებია ეს საკითხები, ჩვენ მივწერეთ ბოლო ხანს მთავრობას, ყველა დეპუტატს უმრავლესობისას ამ ჩვენი წინადადებების თაობაზე, როგორც მოგახსენეთ, კანონპროექტის შეტანასაც ვაპირებთ და ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანებში ალბათ ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას. ხა ფრაქციის შიგნით ვიდის მსჯელობა ტაქტიკურად ვინ, როგორ, როდის, რანაირად ამის თაობაზე მოდით ახლა ვერ არაფერს გეტყვით. მაგრამ როგორც კი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თუნდაც პირველი თქვენ გეტყვით. ბატონ გია, დიდი მადლობა. მე მაინტერესებს ეს ნიშნავს თუ არა რომ თქვენი ფრაქციის 6-ვე წევრი თქვენ პოღოსიანი, მახათაძე, მუჩიაშვილი, ციკლაური და კობან არჩემაშვილი მთლიან 6 ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეთ უმრავლესობის მიღმა, ვიდრე ეს მოწვევის პარლამენტი დასრულდება, ანუ მალევე. არა თუ ვიდრე ეს მოწვევის პარლამენტი, არამედ უფრო მალევე ვფიქრობ რა, ასე ახლა კონკრეტული დრო არ შემეძლია დაგესახელოთ, მაგრამ ეს განხილვები ძალიან ინტენსიური იქნება უახლოეს დღეებში, კვირაში, კვირებში შეიძლება ჩვენ ფრაქციაში, ასევე ეს საკითხები, ასევე ინტენსიური, რომელიც მე დავასახელე, ინტენსიური განხილვის საგანი იქნება მათ შორის პარლამენტში, იმიტომ რომ ეს კანონპროექტები შეტანილია კომიტეტებში დაიწყება, ნუ იმ კვირაში თუ არა, იმის შემდეგ არასასესიო კვირაში უკვე ალბათ იმედია კომიტეტებიც დაიწყება და რაც შეეხება კონკრეტულ პირებს და კონკრეტულ ვადებს, სწორედ გთხოვეთ, რომ მოდით ახლა ნუ ვკითხათ, იმიტომ რომ არ შემეძლია ამის თაობაზე გითხრათ მეთქი და ცოტა ხანი მოითფინეთ და ყველაფერი იქნება. კარგი. ბატონ გია, როგორი იყო ქართული ოცნების ლიდერის პოზიცია? 6 წევრი უმრავლესობის მიღმა ეს დანაკლისია, რაოდენობრივი მინიმუმ. როგორია მისი პოზიცია აი ამ გასვლების სერიასთან დაკავშირებით, რომელიც დაიწყო და როგორც ჩანს ის ჯერ არ დასრულებულა პროცესი. როგორც მოგახსენეთ, ეს ჩვენი საუბარი არ დაწყებულა არც სასამართლოებთან დაკავშირებით, დაიწყო კარგახანია. ჩვენ ადგილობრივ არჩევნებშიც ვფიქრობდით, მაგრამ ბოლომდე ვერ გადავწყვიტეთ, ნუ სხვადასხვა მიზეზები ჰქონდა, მათ შორის წმინდა ესე ტექნიკური მიზეზები, რამე რაღაცა ცოტა ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ნუ და რა ვიცი, წევრებთან, ჩვენ წევრებთან ერთად ვილაპარაკეთ და გამოვტოვეთ ეს არჩევნები, არ წავედით დამოუკიდებლად. ეს საუბარი დაწყებულია და პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი ამის საქმის კურსია. ასე რომ ეს მისთვის მოულოდნელობა არ იყო, არავითარი რეაქცია არ ყოფილა არც ასეთი, არც ისეთი, ჩვენ მქონდა საუბარი, თქვა დიალოგის ფორმის და ეს ხშირად ქონია და მინდა გითხრათ, რომ ასე ვთქვათ, ძალიან პროდუქტიულია ხოლმე ასეთი არის ასეთი საუბარი. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაფერზე ვთანხმდებით, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვთქვათ, კორექტულობის ფარგლებში ჩვენ შეხედულებებს ვაფიქსირებთ და ვითვალისწინებთ შემდეგ ამას ჩვენს პარტიულ საქმიანობებში. ბატონ გია, ეს დაშლა ქართული ოცნებისთვის ეს ფლანგებად განაწილება ქართული ოცნებისთვის კარგი პროცესი იქნება, რახან გქონდათ ამ თემაზე დიალოგი და როგორც ჩანს თქვენი შეჩერება დიდათაც არ უცდიათ, შეიძლება ასე ითქვას, თუ გთხოვდნენ რომ იქნება არღირს. ესე იგი მე მინდა მოგახსენოთ რა, ეს არ არის ასე რომ ვისთვის იქნება კარგი და ჩვენ უყურებთ ამას როგორც ძალიან კონსტრუქციულ და ძალიან საჭირო ნაბიჯს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ვფიქრობ, რომ პოლიტიკური სტილი, რომელიც არის დამკვიდრებული, რომელიც არის სრულად პერსონალისტური, სრულად დაცლილი, ასე ვთქვათ, პოლიტიკების განხილვიდან, პოლიტიკების შემუშავებიდან აბსოლუტურად აფერხებს ქვეყანაში აზრის განვითარებას, პოლიტიკური აზრის განვითარებას და შესაბამისად ქვეყნის განვითარებას. ამიტომ ჩვენ ეს მიგვაჩნია აუცილებლობა. ეს მე დავიფიქსირები არა მხოლოდ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, არამედ უმრავლესობის ხდომაზეც არაერთხელ და ყველა მიცის, რომ ჩვენი შეხედულებები ახლა სამწუხაროდ არ არის დრო ამის უფრო ცვლად გადმოცემისათვის. ფუნდამენტურად შეიძლება ითქვას, მთელ რიგ საკითხებში ეწინააღმდეგება იმ პოლიტიკას, რომელიც მიდის. ესე იგი, მთელ სოფლიოში ხდება რაღაც პროცესები და ჩვენ ვართ ამის მიღმა და ვლაპარაკობთ რაღაც არითმეტიკაზე, 3-ს გამოვაკლოთ 4 რამდენი დარჩება, არაფერი არ შეიცვლება. უმრავლესობა ექნება მყარე ქართულ ოცნებას. უმცირესობა იქნება თუ არ იქნება ეს უმცირესობა ეგ სასაცილოა იცი და არაფერს არ ნიშნავს ეს პოლიტიკურად. უმცირესობა არის ევროპული საქართველოს 6 კაცი თუ 7 კაცი ყავს ნაციონალურ მოძრაობას არჩევნებში მათ
4-ჯერ თუ 5-ჯერ მეტი ხმები მიიღეს ვიდრე ევროპულმა საქართველოს. არაფერს არ ნიშნავს, უმცირესობა ასეთი რამ, ესე იგი საქართველოში რაღაცებს ვიგონებთ ჩვენ თვითონ და მე მგონია რომ ამას მნიშვნელობა. ეს რაღაც პოლიტიკურად ამას არ არის. ლოჯისტიკურად და შიგნით ტექნიკურად რაღაც პრივილეგიებს ნიშნავს, მეც არაფერს შესაძლოა ეს. ხო, ამაზე დრო შეიძლება იყოს და მეტი არაფერი, მაგრამ მაგრამ ეს დრო საკმარისია ერთ ფრაქციას ეს ხელფასი იმდენი არაფერი არ არის, რომ ისეთი განსხვავება კი არ არის დაუშვათ უმცირესობის ლიდერისა და სხვა დეპუტატების ხელფასებს შორის, რომ ამის გულისთვის ღირდეს, ასე ვთქვათ, უმცირესობის შექმნა. ასეთი განსხვავება არ არის. ესე იგი, საქმე იმაშია, რომ თვითონ მე მინდა გითხრათ რა, ეს ამბავი ასეთი ჯანსაღი დისკუსია, პოლემიკაც თუ გნებავთ, ოღონდ ჯანსაღი და თემებზე ორიენტირებული არის აუცილებელი პირობა ქვეყანაში როგორც პოლიტიკური აზრის განვითარებისა და პოლიტიკური პროცესის განვითარებისა, პოლიტიკის სტილის შეცვლისა. ეს არ შეიძლება რომ ერთმანეთზე კინკლაობა და რაღაც პერსონალისტური ეს ასე ვთქვათ დამოკიდებულებები იყოს მთელი პოლიტიკის შინაარსი. ხალხი როგორ ცხოვრობს, როგორ შეიძლება ამის გაუმჯობესება, როგორც გითხარით, თემ სოფლიოში არის ძალიან სერიოზული და ინტენსიური დისკუსია. ჩვენ ამის მიღმა თვითონ ჩვენ არ გვეხება და თვითონ ჩვენთვის ეს არ არის პრობლემები, არის პრობლემები. ამიტომ ჩვენი ამოცანა ბევრად უფრო ამბიციურია, ვიდრე ვიღაცის ან დაშლა ან არ დაშლა და მით უმეტეს ეს ან ლანდშაფტს უახლოეს ხანებში არ შეცვლის. პარლამენტში წარმართული პროცესები დიდად პარლამენტში არაფერს არ შეცვლის. მაგრამ ამან უნდა შეცვალოს გარეთ ვითარება, საზოგადოების განწყობები და საზოგადოების დამოკიდებულება ზოგადად პოლიტიკის მიმართ და ქვეყანაში არსებული ვითარების მიმართ. საზოგადოებამ თავის თავზე უნდა აიღოს რა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფართო საზოგადოებრივი მოძრაობა ჩამოვაყალიბოთ ამ იდეების ირგვლივ, გავცდეთ პარტიულ ჩარჩოებს, პარტიულ ასე ვთქვათ, მექანიზმებს ურთიერთობის, ესეთი უშუალო ურთიერთობის, პირდაპირ ურთიერთობის სტილი დავამკვიდროთ საზოგადოების. რატომ არის ეს ყველაფერი საინტერესო? წინ არის 2020 წლის ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები. საინტერესოა სწორედ უმრავლესობიდან წასული ადამიანები შემდეგ რომ გაიშლებიან ამ პოლიტიკურ ველზე, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ სამომავლოდ სწორედ ოცნების ლიდერისთვის რაღაც სამომავლო მოკავშირეები მრავლდება და ამ მიმართულებით რა ტიპის კოალიციას უნდა ველოდეთ 2020 წლისთვის? ანუ ეს ამ პროცესის ნაწილია თუ თქვენ უბრალოდ ოცნებაში ყოფნის აზრს ვერ ხედავთ და მის ეს თქვა კრიტიკულ ოპოზიციაში მიდიხართ? ესე იგი, გარდა ასეთი სიტყვებისა, როგორც არის ოპოზიცია, კოალიცია, ლიდერის პოზიცია და ასე შემდეგ, არსებობს ცხოვრება, არსებობს ქვეყანა, არსებობს განვითარება. მე გითხარით, რომ ჩვენი ამბიცია ბევრად უფრო დიდია. ახლა კონკრეტულად იმ მოსაზრებების თაობაზე, რაც თქვენ გძანეთ, რა მე წინასწარმეტყველი არა ვარ, მე ვიცი და ჩვენი პარტიის და ჩვენი თანამოაზრეებმა იციან, რომ ის, რაზეც მე ვლაპარაკობ, არის აუცილებელი, თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს. ამიტომ ჩვენ ყოველგვარი შეთქმულების გარეშე, ყოველგვარი ასე ვთქვათ წინასწარი დადგმული და მოფიქრებული სცენარების გარეშე ამ საქმიანობას გავხდით უფრო ინტენსიურს ვიდრე იყო, უფრო მკაფიოს, უფრო მეტ პასუხისმგებლობას ავიღებთ ჩვენ თავზე, რაც შეეხება იმას მომავალში ვისთან შეიძლება ვითანამშრომლოთ. ესე იგი, თუ ჩვენ მომავალ პარლამენტში ან ზოგადად პოლიტიკაში არ გვაქვს შესაძლებლობა რომ მივიღოთ მხოლოდ ჩვენ მაგალითად ჩვენი პარტიამ გადაწყვეტილება, ცხადია ჩვენ ვითანამშრომლობთ ყველასთან, ვისთან თანამშრომლობაც აუცილებელია ასეთი გადაწყვეტილებების მისაღებად. ახლა რაც შეეხება იმას, ეს შეიძლება რა თქმა უნდა, ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ნაციონალური მოძრაობა ან ევროპული საქართველო არავითარ შემთხვევაში არ იქნება ის ჯგუფები, ვისთანაც ჩვენ ვითანამშრომლებთ კოალიციურად. დანარჩენი მე არ ვიცი, იქნება ეს მწვანეები, იქნება არ ვიცი პარტიები, არ ვიცი ვინ ახალი წარმოშობილი, სხვა ტიპის მოძრაობები. რა თქმა უნდა, ჩვენი პრინციპები და პლატფორმა არის სოციალ-დემოკრატიული, მაგრამ ის არის ორიენტირებული სამართლიანობაზე, თანასწორობაზე და ქვეყნის განვითარებაზე. ვინც არ არის ამ იდეების წინააღმდეგი, ვინც მზად არის იმსჯელოს და იმუშაოს ჩვენთან ერთად ამ იდეებზე, ჩვენ ყველასთან მზად ვართ თანამშრომლობისათვის. ბატონ გია, თუ
კრიტიკულად მიუღებელთა წრეში ამ ხრივ სათანამშრომლოდ არ შედის ოცნება. მაინც მთავარ კითხვას დაუბრუნდები. თუ მასთან სამომავლო თანამშრომლობაც არ გამოირიცხება, ის ხომ მაინც ძლიერია და მასთან ყოფნა ხომ უფრო მეტი პერსპექტივაა, ვიდრე მის გარეშე არჩევნებში მონაწილეობა. აი მაინც კიდევ ერთხელ მთავარ კითხვას დაუბრუნდები. არ არის პერსპექტივა. კი ბატონო, მთავარი მე მგონია გიპასუხეთ, მაგრამ მე ხე შევიდე. კი ბატონო, მთავარ კითხვას ეს თქვა ჩვენი ამოცანა არა ჩვენი ამოცანა არ არის ის, რომ აი ჩვენ რაღაც რამდენი კაცი იქნება მომავალ პარლამენტში. ჩვენი ამოცანაა, რომ შეიცვალოს ეს პოლიტიკა, რომელიც არის ქვეყანაში. უმრავლესობის ფარგლებში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი რესურსი ამ პოლიტიკის შეცვლისა თანდათან იწურება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმისათვის, რომ ეს პოლიტიკა შეიცვალოს, უნდა შეიცვალოს პოლიტიკის კონფიგურაცია და საზოგადოებაში არსებული განწყობები. ვფიქრობთ, რომ ჩვენს შეხედულებებს საზოგადოების დიდი ნაწილი იზიარებს. უნდა წარმოდგენილი იყოს გადაწყვეტილების მიღების პოზიციებზე, ანუ პარლამენტში მოვიქცევთ ესე ვთქვათ, უფრო მარტივად არა. ესე იგი, ამიტომ ჩვენ საზოგადოების მხარდაჭერა თუ გვექნება და იმედი მაქვს, რომ გვექნება და დიდი მხარდაჭერა გვექნება, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციები იქნება ბევრად უფრო ძლიერი და კიდევ ერთხელ თუ ეს არ იქნა სრული უმრავლესობა და ჩვენ გვჭირდება ვიღაცასთან თანამშრომლობა, ჩვენ მზად ვართ ვიღაცასთან ვითანამშრომლოთ. ოღონდ აი ამ იმ პრინციპებისა და იმ შეხედულებების ფარგლებში, რომლებიც ჩვენ გვაქვს. ეხლა რაც შეეხება ოცნებასთან თანამშრომლობა, არ უნდა დაგვაუწყდეს როგორ შედგა ეს თანამშრომლობა. ეს იყო ფართო გაერთიანება ფრონტი ავტორიტარული რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ. აი აქ გაერთიანდა და ჩვენ კი არ გავერთიანდით. მთელი საზოგადოება ძალიან დიდი ნაწილი გაერთიანდა. ეხლა გავიდა დრო და საჭირო არის პოლიტიკის ცვლილებაც, ინერციული ძალა, განსაკუთრებით ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო. დღეს ჩვენ მიგვაჩნია, ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ჩვენ თავზე ავიღოთ ეს პასუხისმგებლობა და ჩვენ ამისთვის დავიწყებთ მოქმედებას. კიდევ ერთხელ რატომ ბექანაცვლისთან ერთად არ დაუკავშირეთ ეს თქვენი პროტესტი, რომელიც თქვენი პარტიის წევრიც იყო და ის წავიდა პარტიიდანაც. ბექას ადრე ქონდა დაანონსებული, რომ ის აი ამ ასე ვთქვათ, ამ გადაწყვეტილებას საპენსიო რეფორმის საკითხთან დაკავშირებულ სხვათა შორის ჩვენს მიერ ერთობლივად მომზადებულ ასე ვთქვათ პროექტს თუ არ მიიღებდა პარლამენტი, ის დატოვებდა უმრავლესობას და რამდენადაც ჩვენ რჩებით უმრავლესობაში, ის დატოვებდა შესაბამისად ჩვენ ფრაქციას და პარტიას. ამიტომ მე გეუბნებით, რომ ესე იგი ჩვენ კიდევ სხვა პროექტებიც გვაქვს, ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენი ფრაქციის წევრებთან, განხილვა მიმდინარეობს და ჩვენ უახლოეს კვირებში, როგორც გითხარით, მივიღებთ გადაწყვეტილებას და შემდგომში, რა თქმა უნდა, და თუ ვინმესთან ვითარებთ, პირველ რიგში ბექასთან ინტენსიურად ვითარებთ. გასაგებია. დიდი მადლობა. გია ჟორჟოლიანი იყო ჩვენი სტუმარი, რომელიც შეხვდა დღეს ქართული ოცნების ლიდერს და მისი სამომავლო გეგმები გააცნო ფრაქციასთან ერთად ქართული ოცნებიდან და უმრავლესობიდან წასვლის შესახებ. რეკლამის შემდეგ ნინო ბურჯანაძე იქნება ჩვენი სტუმარი. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარია ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი. მე მოგესალმებით, ქალბატონ ნინო, რატომ ხართ თქვენ ჩვენთან მართლ პარტიაში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროთ, იმიტომ რომ ამ პარტიის ეს ვთქვათ ადგილას შეიძლება რამდენიმე ახალი პარტია გაჩნდეს. ყოველ შემთხვევაში ამის ნიშნები სახეზეა. ეს თქვენთვის როგორც აი ამ პარტიულ ველში ყოფი ადამიანისთვის თქვენს პოლიტიკურ ამოცანებს ხომ არ გაართულებს? არა, გართულებით არ ამგონია, უბრალოდ რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ განვითარდება მოვლენები და რამდენად შეუწყობს ამ ადამიანების პოზიცია ხელს ოპოზიციური რეალური სპექტრის გაძლიერებას. თუ მათი პოზიცია, მათი ბრძოლა იქნება თანმიმდევრული და ეს იქნება მართლა მიმართული იმისაკენ, რომ ქვეყანაში რადიკალურად ვითარება შეიცვალოს, ასეთ შემთხვევაში მე ვფიქრობ, ყველა რეალურ ოპოზიციონერს მხოლოდ უნდა გაეხარდეს, ესე ვთქვათ, ასეთი ძალის გამოჩენა,
მაგრამ თუ ისინი ვერ შეძლებენ ან არ შეძლებენ ბოლომდე ესე ვთქვათ ოპოზიციური ხო გაჩნია თანმიმდევრულობა მისი გაგებით რა არის თანმიმდევრულობა ფესელია როგორც ჩანს თანმიმდევრული იქნება ნამდვილად ნაციონალური მოძრაობის კრიტიკაში და ასევე ოცნების ეგრეთ წოდებული ახალი ფრთის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებაში. იცით რა, თავისთავად ქალბატონიეკას პოზიცია მოსამართლეებთან დაკავშირებით, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით იყო აბსოლუტურად სწორი. ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაშიც მისი პოზიცია სრულიად გასაგები და ბუნებრივია და ხა ის მართლაც იყო იმ ადამიანების ავანგარდში, ვინც რეალურად იბრძოდა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, მაშინ, როდესაც ეს ბრძოლა ძალიან საშიში იყო. ეხლა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლა დიდი ვაჟკაცობა არ არის, იმიტომ რომ უბრალოდ ხელისუფლებაში ისინი არ არიან. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხო პროტესტი. ძალიან მნიშვნელოვანია დიანა ერთი რამ, იცით? ეხლა მე ვფიქრობ, რომ ნაციონალური მოძრაობა არ არის მთავარი სამიზნე იმ მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ კი არა რომ უკეთესები ან უარესები გახდნენ, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ისინი არ არიან ხელისუფლებაში. დღეს ყველაფერი რაც ხდება ქვეყანაში, ავიც და კარგიც, ეს ყველაფერი დღეს არის რა თქმა უნდა უკვე ახალი ხელისუფლების ბრალი და არა ესე ვთქვათ ჩვენი პრემიერ-მინისტრის ან ყობახიძის ბრალი, არამედ იმ ადამიანის, ვისაც საქართველოს მოსახლეობამ ჩააბარა ხელისუფლება 2012 წელს. ვისი იმედიც ჰქონდა და ვისგანაც ელოდა ის გარდატეხას. ასე რომ რეალურად დღეს ოპოზიციაში ყოფნა ნიშნავს არა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლას, არამედ იმ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას, რომელმაც თუნდაც თავის დროზე არ აღადგინა სამართლიანობა, თუნდაც თავის დროზე, ესე ვთქვათ, არ წარმართა მოსამართლეებთან მიმართებაში პროცესი ისე რომ ყოველს ვისაც ახალი ეს ვთქვათ პოლიტიკური ძალი შექმნა უნდა ასეთი ტიპის ამოცანა უნდა ქონდეს. დღეს ეკაბესელიამ თქვა, რომ ამინდის სრულების გამოც რომ ივანიშვილს აკრიტიკებენ, მათ სიაში არ ჩავეწერები, მაგრამ კრიტიკული ნამდვილად ვიქნებიო. იცით რა, ამინდის სრულება მართლა მთლად ახლა ბიძინა ივანიშვილს არ უნდა დააბრალო ნამდვილად, ობიექტური უნდა იყო ადამიანი ყოველთვის, შეეცადო ყოველ შემთხვევაში, რომ იყო ობიექტური, მაგრამ პოლიტიკურ პროცესებში რაც ხდება და ეკონომიკაში რაც ხდება ქვეყნის არა და ჩვენ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი საინტერესო, ესე ვთქვათ, და არც თუ აღმაფრთოვანებელი მომენტების მომსწრენი გავხდით, ეს რა თქმა უნდა მოდის ბიძინა ივანიშვილისგან. ეხლა მე არ მგონია რომ იგივე ქალბატონეკას ან ვინმეს კონდეს იმისი ილუზია, რომ პროცესებს მართავს ყობახიძე და არა ივანიშვილი. რა თქმა უნდა ეს ასე არ არის. მაშინ კრიტიკის ძირითადი სამიზნე მათი მხრიდან სწორედ ყობახიძე და მისი უახლოესი თანაგუნდელებიც არიან. ან ძირითადად ესენი არიან. შეიძლება იყვნენ ისინიც, იმიტომ რომ არიან პოლიტიკის უფრო მეტად არიან ვიდრეც. მოდით დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, იმიტომ რომ პრინციპში საკმაოდ დინამიურად ვითარდება მოვლენები, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რაიმე ტიპის მოკავშირეობას ან თანამშრომლობას ხედავთ თუ არა სამომავლოდ ეკაბესელიასთან? არა, მე არ გამოვრიცხავ თქვათ იმ ადამიანებთან თანამშრომლობას, რომლებიც სწორად აფასებენ პოლიტიკურ მოვლენებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან იმას, რაც ეხლა ხდება. ჯერ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ აი ახლა თქვენ იცით, რომ ზეგ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შეკრება სრულიად ოპოზიციური სპექტრის, პრაქტიკულად ყველასი გარდა ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნებისა, რომელიც შეხვედრას მიმართული იქნება თავიდან ბოლომდე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისაკენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვინც ჯანსაღად ხედავს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, გაერთიანდნენ იმ მიმართულებით, რომ ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ 2020 წელს არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდეს. ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, ეხლა ძალიან ბევრ საინტერესო, ასე ვთქვათ, სulis გაკეთებას შეეცდება. ის შეეცდება, რომ გააკონტროლოს არა მარტო მისი დაშლილი უმრავლესობა, არამედ ის ადამიანებიც, ვინც თითქოს და ვთქვათ ამ უმრავლესობას ემიჯნებიან. რამდენად მისცემენ ეს ადამიანები საშუალებას, რომ ბიძინა ივანიშვილმა პროცესები კვლავ აკონტროლოს, ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. ანუ ივანიშვილის სამომავლო ინტერესში შეიძლება სულად ჯდებოდეს ასეთი ტიპის
გაშლა მისი გუნდის. იცით რა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს ადამიანები ბოლომდე ბრძოლაში არ წავლენ, მაგრამ თუ ეს ადამიანები ბოლომდე იბრძოლებენ, რის იმედიც მე ნამდვილად ამაქვს, ასეთ შემთხვევაში ეს არ შეიძლება ივანიშვილის ინტერესში იყოს, იმიტომ რომ ეხა ეს აღფრთოვანებული ძახილები ვითომ ალბათ, რა ვიცი, თვითონ თავის გულს იკეთებენ თუ ჩვენ გვატყუებენ რომ აი კარგია რომ ეს პროცესი მიდის და აი არჩევთალოკვადზე ვთქვა დღეს ასეთი რამ რომ ის ოპოზიციას უფრო დააზიანებს, იმიტომ რომ წაართმევს ხმას, დროს, ადგილს და ასე ქართულ ოცნებას მოუმატებს? ქართულ ოცნებას, ქართული ოცნების დამფუძნებლების, ქართული ოცნების წამყვანი სახეების, ძირითადი სახეების გადგომა და რეალურ ოპოზიციაში ჩადგომა ქართულ ოცნებას გააძლიერებს? და ბატონ თავალაკვაძესთან კონკრეტეს აქვს იმისი ილუზია, რომ ისინი თვითკმარები და საკმარისები იქნებიან? თუ ქართული პოლიტიკა მაინც რაღაც ორი კაცის დაპირისპირებამდე დადის, ყოველ შემთხვევაში ასეთი ნიშნები ბევრ არჩევნებს ჰქონდა ბოლოს, მაშინ ბესელია სამომავლოდ მაინც ხომ ივანიშვილის მოკავშირედ შეიძლება წარმოვიდგინოთ ვიდრე სააკაშვილის. არა, სააკაშვილის მოკავშირეობა ცხადია აბსოლუტურად გამორიცხულია და მე აქ სრულიად მესმის ეკას პოზიციის და იგივე პოზიცია გვაქვს აბსოლუტურ უმრავლესობას, ხო, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ მომავალი არჩევნები არ იქნება სააკაშვილის და ივანიშვილის დაპირისპირების ფონზე და საზოგადოება ბოლოს და ბოლოს გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ ივანიშვილი სააკაშვილს იყენებს მხოლოდ და მხოლოდ საფრთხობელად და რეალურად არანაირი შანსი სააკაშვილის მართლმსაჯულად და მართლად ხელისუფლებაში მობრუნებისა ნამდვილად არ არსებობს. ეს ერთხელ და სამუდამოდ ქართულმა საზოგადოებამ თქვენი, ჩემი და ობიექტურად, ასე ვთქვათ, მსჯელობის მატარებელი ადამიანების და მოაზროვნე ადამიანების წყალობით ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს საზოგადოებამ ეს უნდა გაიგოს. ივანიშვილს სწორედ აცოცხლებს სააკაშვილის საფრთხის არსებობა და ამიტომ არის რომ თავის დროზე ივანიშვილმა არც სააკაშვილი გაასამართლა, არც ნაციონალური მოძრაობა, ასე ვთქვათ, დააყენა თავის ადგილზე და კოჰაბიტაციაში შევიდა და ამით სულდგმულობს ივანიშვილი. ეს აღარ უნდა მოხდეს არავითარ შემთხვევაში 2020 წელს. 2020 წელს ჩვენ ყველამ უნდა მივახციოთ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს და საზოგადოებამ გადაწყვიტოს მერე, რამდენი პროცენტი უნდა რომ ნაციონალური მოძრაობა ყავდეს პარლამენტში, რამდენი პროცენტი უნდა რომ ყავდეს სხვა ოპოზიციური ძალა და ასე შემდეგ. თქვენ ეს რღვევა ან წასულების სერია როგორ ახსენით? რა არის წყალგამყოფი დღეს მმართველ პარტიაში? ну ეს რა თქმა უნდა ერთის მხრივ არის რა თქმა უნდა პრინციპები და ამავდროულად ესე ვთქვათ გარკვეულწილად გავლენებიც. ეს ახლა პოლიტიკაში სრულიად ბუნებრივია, აქ მე არაფერს ესე ვთქვათ განსაკუთრებულს არ ვხედავ, მაგრამ თავისთავად რა თქმა უნდა ძალიან დიდი არჩევანის წინაშე დააყენეს ადამიანები. ხა როცა ეკა ბესელიას ეუბნებიან რომ შენ უნდა წარადგინო ის მოსამართლეები, რომელთაც შენ ებრძოდი და რომლებიც შენი ოჯახის წევრებს, შენს თანამებრძოლებს, შენს თანაგუნდელებს, მაშინ როცა ბრძოლა მართლა ძალიან საშიში იყო, 7-8 და 10 წელს უსჯიდნენ. როცა ლევან გოგიჩაიშვილს ეუბნები რომ შენ ხმა უნდა მიცე მოსამართლეს, რომელმაც შენ 8 წელი მოგისაჯა და მოგისაჯა პოლიტიკური мотивაციით. როდესაც ადამიანებს, რომლებიც მართლა გარკვეულ ბრძოლაში იყვნენ, ეუბნებიან რომ შენ ეს პრინციპები, ამ პრინციპებს უნდა გადააბიჯო, ეს რა თქმა უნდა აბსოლუტურად მიუღებელია და მე ვფიქრობ რომ ეს მოსამართლეების თემა რა თქმა უნდა იყო წყალგამყოფი. ამავდროულად სრულიად ბუნებრივია ის რომ რა თქმა უნდა ადამიანებისთვის, რომლებიც იბრძოდნენ მართლა და რომლებიც ხედავენ ეხლა რომ რაღაცა ასე ვთქვათ წამყვანი პოზიცია კი არა, ამ შემთხვევაში გავლენას მთლიანად ხელში იღებენ ადამიანები, რომლებიც მართლა ჭუჭრუტანიდან იყურებოდნენ, როგორც ეკამ თქვა, სააკაშვილთან ბრძოლის დროს და რომლებიც ეხლაც ასე ვთქვათ ყველანაირად იმავე სისტემას არგებენ ქვეყანას, როგორიც სისტემაც საერთოდ დამღუპველია ქვეყნისათვის, ну ეს ახლა მე ვფიქრობ რომ ძალიან ესეთი თემაა. მეჩვენება თუ სამომავლოდ განიხილოთ რომ რაღაც ტიპის კომუნიკაცია ამ ადამიანებთან უკვე გქონდათ. კომუნიკაცია ბუნებრივია, მე მექნება ამ ადამიანებთან ისევე როგორც დარწმუნებული ვარ ოპოზიციური სპექტრის აბსოლუტურ უმრავლესობას, ჯერ კომუნიკაცია და ადამიანური ურთიერთობა ჩვენ ისედაც აგვაქვს. კომუნიკაციაც იქნება და საერთოდ მე ვფიქრობ რომ ხა პოლიტიკაში ყველას უნდა დაელაპარაკო. არა თუ ადამიანებს ვისთანაც რაღაცა ესე ვთქვათ ხედვები ემთხვევა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით
გრძნობით, არამედ პოლიტიკაში მტრებსაც ელაპარაკებიან, ეს აბსოლუტურად ესე ვთქვათ, ოპონირებას უწევენ, ვთქვათ, ეკამათებიან, მაგრამ პოლიტიკა ეგ არის რეალურად, ხო? და პარლამენტი საერთოდ სიტყვა ლაპარაკს და სალაპარაკო ადგილს ნიშნავს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ ვთქვათ, იგივე ქალბატონი ეკასი მისი თანამოაზრეების, იმ ადამიანების, ესე ვთქვათ, პოზიცია, რომელიც ეხლა ესე გამოიკვეთა, მე იმედი მინდა ვიქონიო, რომ ის იქნება ძალიან თანმიმდევრული და ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო იქნება, ბუნებრივია მათი ჩართვაც იმ საერთო ოპოზიციურ ბრძოლაში, რასაც ქვია სამართლიანი არჩევნების მოპოვება. ანუ მაგალითად ზეგინდელ შეხვედრაზე თქვენ ხედავთ ჯერ არა, თუ არ მოიმონო, ასეთი ტიპის რაღაც მომდევნო შეხვედრა, თქვენ ხედავთ ეკაბესელიას ასევე რაღაც დამოუკიდებელი იცით რა, მე მიჭირს ახლა ჯერჯერობით ესე ვთქვათ რაიმე კომენტარის გაკეთება ან რაღაცა პროგნოზის გაკეთება. მე არ ვიცი ქალბატონი ეკას გეგმები, არ ვიცი ის აპირებს პარტიის შექმნას ან დაუშვათ რაღაცა ოპოზიციურ გაერთიანებას, ფრაქციას არ აპირებს. ანუ ეს ხომ ჯერ გამოკვეთილი არ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა იმ ადამიანის ესე ვთქვათ ადგილი მოიძებნება და იქნება ესე ვთქვათ საერთო ოპოზიციურ ერთობაში, რომელსაც უნდა რომ რეალობა ქვეყანაში შეიცვალოს, რომელსაც უნდა რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმესთან აუცილებლად გაერთიანდება, ან ბლოკს შექმნის, ან ვერ გეტყვით. ეს არ იხილება, მით უმეტეს ზეგინდელ შეხვედრაზე, ხო, ეხლა არის ნაციონალური მოძრაობაც, არის ყველა სხვა პარტია ვართ ჩვენც, ანუ ყველა არის დაუშვათ ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნების გარდა, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ იქ ლაპარაკი არის არა ერთიან მოქმედებებზე, ვთქვათ, იგივე საარჩევნო ვითარებაში, ანუ არა კოალიციაზე, არა ერთობლივ პარლამენტში შესვლაზე, არამედ იქ ლაპარაკია იმაზე, რომ ადამიანებს ჩვენ მივცეთ შესაძლებლობა იმისა, რომ არჩევნების გზით შეიცვალოს ქვეყანაში ხელისუფლება და არჩევნების გზით ადამიანებმა თვითონ გადაწყვიტონ, დიანა, ვინ რამდენი ადამიანით უნდა წარმოდგენილი იყოს პარლამენტში. ეს პროცესი, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ, როგორ შეიძლება იქნას აღქმული, რომ პარტიის ლიდერმა, ამ შემთხვევაში მთავარი პარტიის ლიდერმა ივანიშვილმა ძველებზე კი არა, ახლებზე გააკეთა აქცენტი, თუ ეს ძალიან პირობითია, იმიტომ რომ თავად ახლები უბრალოდ კარგად ახმოვანებენ ამას და ამიტომაც დარჩნენ ახლები და ამიტომაც წავიდნენ ძველები. ნუ მე ვერ გეტყვით ახლა. იმიტომ რომ თავარი კრიტიკაც რო ვახსენე, ისე აკრიტიკებენ ირაკლი კობახიძეს, თითქოს მისი თვით ინიციატივა იყოს მაგალითად რომელიმე სიის ლობირება მათ შორის მოსამართლეთა. იცით რა, ეხლა შეიძლება ეს არის ტაქტიკა. მე სიმართლე გითხრათ არ მომწონს გულწრფელად რომ გითხრათ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ირაკლი კობახიძე არ არის დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა. ირაკლი კობახიძე არ არის ადამიანი, რომელიც ერთ ნაბიჯს გადადგამდა ბიძინა ივანიშვილის გარეშე. შეიძლება ეს არის ტაქტიკა, რომ ჯერჯერობით არ უნდათ ბიძინა ივანიშვილის ბოლომდე განაწყენება. შეიძლება ეს არის სურვილი, რომ პირიქით ბიძინა ივანიშვილი გადმოქაჩონ, ვთქვათ, სწორ პოზიციაზე. მე არ ვიცი, ხა შეიძლება ცოტა გულუბრყვილად მეჩვენება მე პირადად, მაგრამ მე ხა ასე კარგად არ ვიცნობ ივანიშვილს. შეიძლება მათ აქვთ იმის იმედი, რომ აი ამ ადამიანებს, ვინც ახლა ხო, ანუ ძველებს უბრალოდ ძველებს, რომლებიც ახლა გამოეყრნენ, ხო, უმრავლესობა შეიძლება მათ აქვთ იმის იმედი, რომ რაღაც პლატფორმა შექმნიან და ბიძინა ივანიშვილს სწორ პოზიციაზე გადმოიყვანენ. მე ამის იმედი არ მაქვს, სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ყველაფერი რაც ხდება, მოსამართლეების სიები, მარიხუანას კანონი, TBC ბანკი, თუ ასე შემდეგ, ეს ყველაფერი აბსოლუტურად მოდის ივანიშვილისგან და არა კობახიძისგან, ან ბახტაძისგან, ან ვინმე სხვისგან და მე მგონია, რომ ეს ჩემზე კარგად უნდა იცოდნენ იმ ადამიანებმა, ვინც პარლამენტში არიან, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მე დღეს ვცდილობ ძალიან ფრთხილი განცხადებები გავაკეთო, მხოლოდ იქედან გამომდინარე, რომ უბრალოდ ბოლომდე არ ვფლობ სიტუაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და არ მინდა რაღაცა, ესე ვთქვათ, არასწორი შეფასებები გამომივიდეს. მე უბრალოდ ამ შემთხვევაში დღეს მართლა უფრო ექსპერტივით ვსაუბრობ, იმიტომ რომ დავწონეთ მე და თქვენ არსებული
რეალობებიდან გამომდინარე შანსები, შესაძლებლობები იმის მიხედვით, როგორ ნაბიჯებს გადადგამენ პოლიტიკური მოთამაშეები, რა თქმა უნდა, უკვე უფრო ადვილი გასაკეთებელი იქნება მერე პოლიტიკური პროგნოზი. დიდი მადლობა, ჩვენ კიდევ ერთი ჩართვა გვექნება წინ რეზიდენციიდან, ივანიშვილის რეზიდენციიდან, სადაც დილიდან ინდივიდუალური ან რაღაც ჯგუფური კონსულტაციები მიმდინარეობს. რუსუდან დუმბაძე გვერდება პირდაპირ ეთერში ისევ. დიანა, ჩვენ გადაცემის მსვლელობისას მაყურებელს მოუყევით აქ შემსრულთა ვინაობის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებიან უმრავლესობის ლიდერი და მისი თანაგუნდელები, ასევე გოგა ხაინდრავა და ლაშა ნასრუშვილი, თუმცა მას შემდეგ აქ არავინ გამოჩენილა, შესაბამისად არც მათ დაუტოვებიათ შეხვედრა. ბიძინა ივანიშვილის სახლთან მობილიზებულია სრულიად მედია, ჩვენ ვაკვირდებით მანქანებს, რომლებიც ამ სახლთან მოძრაობენ, სხვათა შორის ეს ტერიტორია დატოვეს იმ მანქანებმა, რომლებიც ეს სტუმრები მოვიდნენ პარტიის თავმჯდომარესთან შესახვედრად, თუმცა ამ მანქანებში ეს სტუმრები არ სხედან, შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან ამ დრომდეც გრძელდება, როგორც მოგახსენეთ, კომენტარები მედიასთან არ კეთდება და შესაბამისად ჩვენთვის უცნობია რა ტიპის შეხვედრაა ბიძინა ივანიშვილთან. ერთადერთი ვინც შეხვედრა დატოვა, ეს იყო ზურაბ ბაბაშიძე, რომელმაც რამდენიმე წუთი დაჰყვა ამ სახლში და მანაც ისე დატოვა ტერიტორია, რომ ჩვენთან კომენტარი არ გაუკეთებია. დიდი მადლობა რუსუდან დუმბაძეს, ჩვენ საუბრობდით ბიზნეს ცენტრში, ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში მიმდინარე შეხვედრაზე. ეს იყო დღის ამბები 4-ზე. მე ვემშვიდობები მაყურებელს, ჩვენ ხვალ ისევ შევხვდებით ერთმანეთს, თქვენ კი საღამოს გელოდებათ ვახო სანაიეს ხალხის პოლიტიკა. რამდენიმე წუთში კი ეთუნა ინსკირველი და ახალი ამბები, ასევე ყველაფერს საინტერესოს, რაც უკავშირდება შეხვედრებს ბიზნეს ცენტრში, კომენტარებს პარლამენტში, თქვენ მოისმენთ დღის ამბებში 5-ზე. ნახვამდის.